კაი სალამი. გამარჯობა. თქვენ თუ გახსოვთ და რა თქმა უნდა, გახსოვთ უკვდავი ქართული ინტერნეტ მემი, ჩემი გჯერა? რა თქმა უნდა. ყოველად ლეგენდარული. ყოველად უსწავლელი ქალი, ჩემი ხო გჯერავთ, სალომე ზურაბიშვილი, ასევე გამოირჩევა თავისი უსწავლელობის ფრქვევით. კონკრეტულად კი Facebook პოსტებში. გთხოვთ გაუშვათ პოსტი. ქართულ-გერმანული ურთიერთობები დაანგრია ბატონმა ფიშერმა, მძიმე. ელჩმა კი არა. პირიქით ყველაფერი სცადა რომ ქართული საზოგადოებისთვის შენაშუნების ხადაჭერა რაც იყო ამ ურთიერთობების დამახასიათებელი ამ ბოლო 30 წლიანი მანძილზე. ამისათვის დიდი მადლობა. იკონიშუნა. ესე იგი, თქოთ, მე ესე გავიგე რომ თუნდაც დაანგრია ბატონმა ფიშერმა, ხო? მორჩა დაანგრია პირიქით ხელი შეუწყო რა, მაგის თქმა პირიქით გეხვეწებით, აი ერთი რედაქტორი რო აიყვანოს. რედაქტორზე არა, მე მგონი დებილია, რატო იცი რომ ფრანგულადაც ესე ფიქრობს ალბათ. არ არის ენის პრობლემა, მე მგონი. ფიქრის პრობლემა. ფიქრის პრობლემაა. ხო? ძალიან კარგი არის რომ სიმბოლური ინტერაქცია უწევდა ხოლმე ამას პრეზიდენტობის დროს. ხო. გარე აქტორებთან. ხო. სანამ ბოლომდე გაჯაშუშდებოდა რა. შენ წარმოვიდგენ რაღაცა მოლაპარაკებას რო აწარმოებს ეს. ოღონდ რაინა. ან ვიღაცას კაი რომ უნდა, თან ვიღაცას შეიძლება ეგრე გაეძრო. რომ ვიღაცას კაი აქვს სათქმელი და გამოეცხადები და მოღალატე. ქართულ-გერმანული ურთიერთობები დაანგრია ბატონმა ფიშერმა. ელჩმა კი არა. პირიქით ყველაფერი სცადა რომ ქართული ლებუსია იმენა. ამ ბოლო 30 წლიანი. უნარების ის ტესტები რო არის, ხო იცი, ანუ ესეთი გაზვიადებული ვითომ. ხო, 4 ვარიანტია რა თქვა. ტესტი უნდა ჩააბარო და როცა მამამ პეტერბურგში წამიღო, დაახლოებით იგივეა რა. კი ბატონო. გაუშვათ ხიდაშელი 3 მარტს და ხიდაშელი 8 მარტს არის ორი კარდინალური განსხვავება. გთხოვთ გაუშვათ. აგენტი ხალბა. და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, არავითარი უნივერსიტეტი არ არის. ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს, ამზადებენ აი ამ სულისკვეთებით, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელის სულისკვეთებით ადამიანებს. მე არსად არ მithქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს. შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე. ბაზარი არა. შენი ჭირიმე. მეო ვარო, მე საყვირეო, მეო საყვირს ჩავბერეო. მე ნაპირების თავია. საყვირს ჩავბერე. ეხლა ჩვენ გუსარი მალჩანი, ხო იცი? ეს პარუჩიკჟევსკიზე რო ანეკდოტები არის. აივანის აგენტი. ჩვენ ეხლა ბევრი საყვირის ჩაბერვაზე, ბევრი შეიძლება ვიხუნოთ, არ შეიძლება ვიყოთ რომ ვიხუნოთ, მაგრამ რამე სხვა რო ჩაბეროთ საყვირის გარდა კომანდარ თავის მოქმარმა რო თავი დაგვანებონ. და სხვა რამე ჩაბეროთ. სხვანაირად რო იაგენტონ პოლიტიკის მიღმა რო იაგენტონ. აგრი ნახე. უბრალოდ გავახმოვანი ალარმი შევძახეო და მე აი კარგიაო რომ სუსი დაინტერესდაო ხედა ამ თემატიკაზე ის ნახეთ ვიღაც მიშას პერიოდის გენერალმა რო გააძრო აბა ბიჭო აი ხო მეორო ირანი ვიყო ხო რა გადმოხედავდი აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით ყველაზე სუსტი მილიტარისტული პოტენციალი საქართველოს აქვს და ეგრევე უგლიჯავდიო საქართველოს ეგრე ლაპარაკი ძმაო და ეგ კაცი ხო გენერალი ბიჭო კაი არმიაში უბასანიკიძე პოსტების უბასანიკიძე ესაუბრება ნათიაბერძეს და ყოჩაღნათია ნახე ინფორმაცია თქვენ არა რატო ბატონო გუბასოა თქვენ დასანქციონებთ რატო ჩვენ არ ველაპარაკებით სამშობლოს გამყიდველებს წესით ბატონო გუბას მაგრამ მაინც გვიწევს მოსვლა აი ყოჩა ბატონო გუბას გაგლეჯილი ტომარა ჩვენც არ ველაპარაკებით სამშობლოს მოღალატეებს მაგრამ გვიწევს აი ყოჩა ნათი არის მე მგონი დასაწინააღმდეგოა დიდი ხანია პოდპოლკოვნიკი ეგოგო და პოლკოვნიკი უნდა გავხადო მე მგონი საჭიროა რა ვიცი თინა ბოგუჩავა პოსტივის სამწუხაროდ 12 თვეში კვლავ დადგება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი უკვე არამხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებთან მიმართებაში, არამედ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან მიმართებაში. თქვენ ეს ძალიან გაგეხარდებათ, ხო? აი სწორედ ამ ტყუილებისთვის დაგასანქცირათ დიდმა ბრიტანეთმა. სწორედ აი ამ არ გინდათ თქვენ რომ შეუჩეროს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია. ამის გამო მოვიარეთ ევროპის დედაქალაქები, შევხვდით უამრავ ადამიანს და ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიღებულიყო და ის შეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს და ძალიან გაგრიჩით ყველამ რაზეც იმუშავეთ. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ რუსული პროპაგანდა და სწორედ ამისთვის დაგასანქცირათ დიდმა ბრიტანეთმა და ძალიან კარგია. ეს არის ყველაფერი თვით აღიარებით, ეს არ არის არც ინტერპრეტაცია, ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი, ჩვენ მოვისმინეთ თვით აღიარებები
ერთ-ერთი ეხა პირველი მსახური იყო სალომე სამადოშვილი, რომელიც ამბობდა, რომ კი, ჩვენ დავდიოდით იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმებულიყო ჩვენთვის. კი ბატონო. და ვერ მიაღწიეს შედეგს, გაუქმეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის. ოღონდ ეს გაუქმებაც სამჯერ იზეიმეს, სამჯერ თქვეს, სამჯერ გაახმოვანეს, კი ბატონო. ლომჯარია, ვაიმე რა მაგარია ლომჯარია. აუ, რა სუაგენტები ყავს დღეს? თან ქალთა დღე არის, თქობა, რო იყო და რო ამარტეს. ყოველთვის ჩთელ ჩემ არ ვიცი კონტაქტს, არ ვიცი ავტორიტეტი რაც მაქვს თუ ნდობა რაც მაქვს, ვიყენებდი და გამოვიყენებ მომავალში იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა არ დააზიანოს საქართველოს მოქალაქეები და მე მინდა უფრო მეტიც თქვა, რაღაც სამოქალაქო საზოგადოება მაინც როგორ გითხრათ, არ ითხოვს არც მადლობას, არც აღიარებას, არც ამაზე აპელირებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს აი მიუხედავად აი იმ გაუშვით. მიუხედავად რა? გაუშვით. ანტიდემოკრატიული გამაუგნებელი ავტორიტარიზმისთვისაც გამაუგნებელი ქმედებებისა, რასაც ქართული ოცნებას ჩადის, ჩვენ რომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი ქვეყანას ევროკავშირის, ჩვენ მხოლოდ თანამდებობის პირებს და არა მოქალაქეებს, რომ მხოლოდ თანამდებობის არა, ნინო ლომჯარია რო ამბობს, რომ ჩემ თელ ავტორიტეტს და ნდობას გამოვიყენებ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააზიანოს, აი ეს ბომბების წვიმა რო უნდა და მაშინ არ დაზიანდებოდა ხო საქართველოს მოქალაქე. ბომბების წვიმით არ ზიანდება, სირცხვილით ზიანდება. ოღონდ ეს რო ელჩთან იყო მისული რომ გამოაპარეს მე უკანა კარიდან. და იმაზე რო აღშფოთთა რომ ეს სიცრუე არის როგორც რომ მე არ ვითხოვდიო იმას ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერებას მოქალაქეებისთვის. ან ტიპი ითხოვდა ბომბების წვიმას. მან გამოპარა ბომბების წვიმის მოთხოვნას და შედარებით ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა იმდენად წირი მოთხოვნა არის რომ ან საჯარო და აქვს საჯარო და აქვს უკრაინას რატო არ ვეხმარებით ამ სირცხვილის წვას ჯობია ბომბებისგან მიყენებული წვაო რუსთავოზე და ისაა თქვა და რო გჯერა ეხა რომ ვაიმე არა ელჩთან მივიდა და როგორ იკადრებდა ეხა ეგ თქვა ეს შესახებ და გამოპარვის შესახებ კუზანოვამ მიმიწერა რომ იქნება რომანტიკული ამბავიაო ვაცადოთ ადამიანებს უბრალოდ გამახსენე იმ რომელ ელჩთან იყო გერმანიის ელჩი. ეს გერმანიის ელჩი ძალიან სწრანი კაცი ხან ხაზარაძისგან ქირაობს ამ ბინას უკანონოდ ძალიან კაი სიაგვაკრაულს და სუკალი აგენტები ეხა ეკა გიგაური. არა მე რა მეტრეველი არც აგენტი შლანგი იმოდის ეგ ბოლოს. ხო, გიგაური. მან ქალაგენტებში გადის. ხო, ამაში ჩვენ დავამტკიცეთ რომ ჩვენ ისინი ვერ გაგვაჩერებენ, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს ჩვენ ვიმსახურებთ ქვეყანას, ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ ძალიან მარტივად ამიტომ ვართ ძლიერები, ხო? ამიტომ ვახერხებთ ამდენს. ეს რომ არის გასახებ ვერაფერს რო ვერ ახერხებთ და ხელმოწარულები რო ხართ, იმიტომ არის ამდენს ვიტყვი. რამდენი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ და როგორ ახერხებენ რომ რაღაცნაირად ამ სანქციებს გვერდი აუარონ, ხო? აი, სიმართლის მხარეს ვარო, ამბობს ქალი, რომელმაც 2020 წელს სრულად გიჟური ბრალდება გააძრო, რომ იუსტიციის სამინისტრო პასპორტებს ბეჭდავსო, პასპორტებსო, რომ არჩევნები გააყალბოსო, რომლის შემდეგ უარყოფა გვიან, მაგრამ მოუწია და ოღონდ თან ეგ როგორ გააპრა ხო, რავი, წყარო ყავდა ისეთი, რომელიც მანამდე არ გვატყუებდაო და ესეც ჩავთვალეთო, რომ ნაღდი იქნებოდა. ლირიული გადახვევა. ეგეც სიმართლის მხარეს დგომია. აი თქვენ ხო ვნებთ საქართველოს და ქართულ ხალხს და სულ იმის ოცნებაში ხარ, რომ ვნება მოგვაყენონ, მე გაბრაზებულმა ხალხმა ეგრეთ წოდებულად დაამხოს ხელისუფლება ჩვენი ირანთან ერთი შედარება მე უბრალოდ ხრად არ წავალ ამ შედარებასთან დაკავშირებით იცით რომ რამოდენიმე თვის წინ ირანში ძალიან სერიოზული უკმაყოფილება იყო ხალხში ახალგაზრდებშიც და ძალიან არის დიდი არეულობა როგორც კი ამერიკელმა ებრაელმა ჯარისკაცებმა დაიწყეს კვლელობა მათ შორის ლიდერების პირველ რიგში ლიდერების და დაბომბვა მე უბრალოდ უყურებ თეინაში გამართულ უზარმაზარ ასე ვთქვათ თავყრილობებს და რა თქმა უნდა როცა შენ ქვეყანას უჭირს როცა შენ ქვეყანას აზიანებ ბუნებრივია როგორც კოვიდის როცა ქვეყანას უჭირს მოსახლეობა კონცენტრირდება ხელისუფლების გარშემო ეხლა რა თქმა უნდა ძალიან შორსავართ აი შედარება ცოტა უხერხულია მაგრამ როცა თქვენ გვაზიანებთ ჩვენ ქართულ ტელევიზიებს, ქართულ ხალხს, ქართულ დიპლომატებს. რა თქმა უნდა, უკუ ეფექტი ეს
გავწიერთითო იმაზე პასუხობ რა. შლანგი გავუშვით მე რა პეტრევენ. არც იმედის დამხურას ვერ ვმხრობი, არც პოზიტივის დამხურას საერთოდ არ ვმხრობი, არც ერთი იმედის დამხურას არ ვმხრობი. და არ მიხარია რა ვიცი დასანქცირება. ის კი არა მსხვენია რომ ქართული მედია საშუალებები არის დასანქცირებული რუსეთთან თანამშრომლობის გამო. ვინ არის ქართული იმედს უყურებ რა არის რაც არის, მაგრამ ნუ ოფიციალურად ფორმალურად ხო ასე არის რა და ხო, ნუ შლანგია გასაგებია, შლანგს აქვს სიცოცხლის ნომა, რომელიც არ მოწონს უსიცოცხლო ნინო ჯანგირაშვილს და ნინო ჯანგირაშვილმა რომელსაც ალბათ დაიბანა თავი, არ ვიცი ხარ ხედია და გაუშვთაო ნინო ჯანგირაშვილი. არა, მე უნდა ვთქვა ეგ არა, რომ ალბათ დაიბანა რა ხან სხვა ტელევიზიაში მოხვდა. გაუშვით თავის ეთერები გადმოიღონ, თავის სიუჟეტები ნახონ, თავის ფრაზებს. აი, გავაჩეროთ, არ დაუბანია. ესეთი მარტივი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა. არ დაუბანია თავი, კი ბატონო. ირაკლი ტაბლიაშვილი. თუ ივანიშვილს მოეპრიანება და მას მოეპრიანება ხოლმე საკმაოდ ხშირად რაღაცები, შეიძლება აღადგინოს მაგალითად სიკვდილით დასჯა. ივანიშვილი ხალხოსაც იღებს და მიუღია არაერთხელ გარდაწყიტოს მაგალითად. აი მაგალითად პროდუქტების ყიდვა შეძენის უფლება ორშაბათობით არ აქვს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოკლედებს. უკან რა მაგარი აბსურდული. გავაჩეროთ. საღოლს არა, ტაბლიაშვილს შეუძლია მაინც ყოველთვის რომ ყველაზე გამორჩეული იყოს, იმიტომ რომ ბიჭო, რაღაცა სერიოზულს გამოტოვებს და ეგრევე გამოტოვებს და მე მგონი ვაფშე ამას დიდი ხანია შესაძლებელი აქვს პრეპარატი. კი, იმიტომ რომ ცუდად მოქმედებს პირიქით აღგზნებს. მე მგონი დამამშვიდებელი, რასაც სვავს, აღაგზნებს. ხო არ ეგეთ მედიცინაში? კი, უკვე აბსურდული. აფსუს? აბა. აბსურდული, ძალიან მაგარი კაცია. ძალიან ეს არის იათი შლეგია. ისეთი პიტალოა, მე აი პროსტა. თან ბიჭო მე მგონი პიტალოა და პლუს ავადარი, ანუ და პლუს ავადო. მე მართლა კიდე ერთხელ გავაჟღერებ უმორჩილეს თხოვნას ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეროვნული ფსიქიატრია ცოტათი უფრო მეტ პრიორიტეტად დადგეს ქართულ ჯანდაცვის სამამულო ფსიქიატრ საკითხებში, იმიტომ რომ ჩვენ სახეზე გვაქვს საჯარო სივრცეში მსგავსი დასაბმელი სუბიექტები და ამათ ჭირდებათ კურნალობა. აი პირველ გვერდზე სულ აგენტები იყვნენ, ეხა გიჟები ყავს. მეორე გვერდზე. გაუშვათ თუ ჩვენი გიჟს მოვაყოლოთ. ჩვენი გაუშვათ, ჩვენი რაც თქვა. სტატუსი თუ ეს გაუშვათ. სტატუს მე წავიკითხავ რა. შენ მანამდე თუ რამე გინდა. არა, არ გინდა ამის გაშვება. სააკაშვილის სტატუსი. 2008 წლის ომის შემდეგ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიყავი ჩასული. საღამოს სასტუმროს კონსიერჟმა დამირეკა და მითხრა რომ რომ რა უნდა უთხრა. ხო. რიჩარდ გირი იყო მოსული. და შეხვედრას ითხოვდა, ანუ რიჩარდ გირმა გაარკვია სასტუმროს რომ სასტუმროში იყო და პირდაპირ მიადგა, არც რაღაც აგენტი დაუკავშირდა. შეხვედრა, ანუ რიჩარდ გირია, გესმის? ანუ ისეთი პატარა ფიგურა არის ნიშნავს, რომ ამ ჩათვალა პირდაპირ მისვლა ჯობია. ხო არ დაურეკა ამ ხელა კაცს. რა თქმა უნდა. არ ჯობია შეიძლება დარეკულზე აგენტის იმას უარი მითხრას და პირდაპირ მივადგე დავადგე თავზე წავადგები. გზელდება რიჩარდ გირი იყო მოსული შეხვედრას ითხოვდა. მე ამ სახიობის დიდი პატივისმცემელი ვარ და რა თქმა უნდა მაშინვე ჩავედი. დავსხედით სასტუმროს, რიჩარდი დგას და ელოდება. ყვავილებს ჩავედი და ჯულია რობერტსის პონტია. ვაიმე რანაცნობის სცენაა. დავსხედით სასტუმროს ბარში. ვაი. გირმა დაიწყო საუბარი იმით, რომ ძალიან აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმა. ბოლოს გეხოცენ გაჯი მამიშა თუ არა. ხო და უყურე ხა. ამას მოახლა ბუდისტი ვარო და შემდეგ ის რის სათქმელადაც იყო მოსული. და აი თურმე რიჩარდ გირი რის სათქმელად იყო მოსული. არის დაშა. დაუყოვნებლი უნდა თქვა უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო. ხო, ნუ მე კიდე სიგიჟით გრძელდება, მაგრამ მე მაქვს ასეთი არა, მე მაინტერესებს, რამდენად რეალურია, კი არა, რამდენ პროცენტია ალბათობა, რომ ეს მართალი იყო. მე მინდა ჯერ ერთ პირველ რიგში. არა, ეს სცენა ხო ფილმში არ კაცის რომ ვესტიბიულში ელოდება. ერთი, მე მინდა ორი რაღაც, ერთი რომ ჩვენი მედია დაუკავშირდეს სასწრაფოდ რიჩარდ გირს და კითხოს რომ საქართველოს დებილიტარიზაციას თხოვდა თუ არა მაშინ ჯერ კიდევ პრაქტიკულად კაპიტულაციას. და მეორე, და რაც უფრო რეალისტური მგონია, მიშამ ეს ყველაფერი მოიგონა, იმიტომ რომ თავს გზნობს ჯულია რობერტსად. უпростоოდ უნდა რომ თავი იგზნოს ჯულია რობერტსად. და უყურე რიჩარდ გირი ჯულია რობერტსს რომ დაადგება, ხო ვიცით რის გამო დაადგება ლამაზმანში. ხო. და
ჯარისგანი არ აღება რისი მეტაფორა შეიძლება ყოფილიყო ეფემიზმი რა თქმა უნდა არა ეგ სცენა არის კაცსა რიჩარდ გირი ელოდება ჯულია რობერტს და ვერ იცნობს იმიტომ რომ ძალიან ლამაზად არის გამოპრანჭული და ალბათ რიჩარდ გირი ისე ელოდებოდა და რო შემოვიდა ვერ იცნობ მაგრამ მე რიჩარდ გირის თვალები ხო გახსოვს ხო და კარჩი ეს ბაზრო რიჩარდ გირმა მთხოვაო და მე უარი უთხარი აი ცოტნე კობერიძე ლაპარაკობს გაერთიანებაზე ხო რაც უყურებ 2016 წელია პლუს თავისუფლების მოედანი. ჩემთვის ეს ახალი არ არის, ჩემთვის იგივე არის. დაახლოებით ისეთ როგორც წინააღმდეგობის ფრონტი იყო და ბევრი სახელები მაუწყდება ხოლმე 6 თვეში ერთხელ რომ რესტარტდება და უფრო მეტად გასაგები იქნებოდა რომ კაფეად ყოფილიყო რომ ჩვენ ერთად გავდივართ აქ ჩვენებზე და ამიტომ გავგვიხილეთ ერთიან პარტიად და ესე კაფეად ყოფილიყო. ეს არ არის უფრო მეტად ну ამ გაერთიანებას ერთი საინტერესო ფენომენი ის აქვს და დაწყევლილია, იმიტომ რომ იქ არის თამარ ჩერგოლეიშვილი და აპრიორი დაიშლება, იმიტომ რომ ჩხუბი მოვა თინა ბოკუჩავასთან და ნიკა გვარამიასთან. ბაჩო ახალაიაძე მინდა თქვა, საქმე აღიძრა ბაჩო ახალაიაძე სასამართლოზე განაცხადა რომ უნდა დაემხოს რეჟიმი. და როგორც იცით, მოწოდება საჯარო რეჟიმის დამხობის მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ძალიან კარგი რაც მეტ დანაშაულს მოუძებნიან მაგ ადამიანს და ეს არის დანაშაულების კივრი და რაც მეტ ხანს გასტანს ციხეში მით უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის ციხეში და ვერ შეიშნოა თავისუფლება და იგივე არღანი დაატრიალა და მაგის დედავატირე კიდე მაგ სადისტის და მაგ სადისტების ოჯახის აი ეგრე კი ბატონო ლევან ასანიკიძე ლევან ასანიკიძე არ არის სადისტი არა გაუშვათ თქო სადისტი არა ლევან ასანიკიძე ჩმორების ოჯახი ჩმორების ოჯახი აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ერთი ეს არის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება რაც გულისხმობს ივანიშვილის ხელისუფლების არაღიარებას, საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას, რაც კონკრეტული ნაბიჯებია, ეს არის როგორც უშუალოდ აქციების ორგანიზება, ისე ამ პროტესტში ჩართული ადამიანების ინფორმირება, დაცვა, უფრო ფართო ჯგუფების შექმნა, მესამე ეს არის საერთაშორისო მასშტაბით უფრო ესეთი არ მომწონს, გავანებოთ თავი, ეს თავის ამპლუაში რო არის და კალეაში რო არის, ეგეთი არ მომწონს. ცოტა რო ხო იცი თახვი რო ან პატარა მღრნელი რო სოროშია და ჯოხს რო უჩეკინებ და სიტუაციიდან რო გამოძრომას აგელდება. ესეთი კარგია. დათო ვინ არის? თაზუნაშვილი. დათო თაზუნაშვილი, გავუშვით. ყველაფერი მიდის ჩემი აზრით ძალიან კანონზომიერ ჩარხით. უბრალოდ ქართულ ხალხმა ძალიან სწრაფად უნდა გაიაზროს, რომ არა გვაქვს ჩვენ ახლა ბევრი დრო ფიქრისთვის, ჩვენ გვაქვს ბევრი დრო მოხოცოთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის რომ ვიმოქმედოთ, რომ აი ის მართლა გეოპოლიტიკური კატასტროფა არ მოხდეს, რომ საქართველო აი ამ დიდი გადალაგების დროს დამარცხებულთა მხარეს აღმოჩნდეს. აი ერთი წუთით რა თქვენ რომ არ ახართ პოლიტიკაში, არანაირი წვლილი არ მიგიწყით ქვეყნის მართვაში, უკვე დიდი გეოპოლიტიკური წარმატებაა და როგორმე უთქვენ. ისე მე ძალიან მომწონს ამას რო სახელი აურიეთ და უკვე ხალხს რო ეშლება დათოა თუ თაზო. ზატო გია ჯაფარიძე არის ესეთი მესამე სახელიც გირჩი. გაუშვით შეიძლება. ო გავიგე რომ მაშინ ხალხს ცემ ზითად პოლიტიკური ისეთ აქტორებს. ეს გია ჯაფარიძეა? შენი ცემა იმდენად მე მგონი მას ზურას მარო იყავი უფრო იმან განაპირობა. ვიდრე ძალიან კარგად ხსნიდა რაღაცა. მე რასაც ვარ დაკვირვებული, ჩემი ნათქვამი ჩემს ნათქვამზე აქვს რეაქცია. ანუ ვაკვირდები ამას. ახლა შეიძლება ძალიან ჭკვიანი არ ვარ, სულელი არა ვარ რა, ვაკვირდები. როცა რაღაცას ვამბობ, მე ვაკვირდები ხოლმე რა რეაქციებია რა და ახლა მე რეაქციები მინახავს. მე ეს რეაქციები მინახავს და მაშინ ამ რუსულ კანონთან მიმართებაში ეს ცოტა ზედმეტია თავის თავზე, იმიტომ რომ ნიულავი მიჯოზე ანიდოთი ხო იცი რომ არა ფეხებზე არ გიდიავისდა მაგის დაჭერა. მე არ ვიცი ვინ შეიძლება გია ჯაფარიძის სიტუებზე გაბრაზდეს ისე, როცა ცემოს ეს უკანასკნელი, როცა არის ამის ძმა არსებობს. ამის ძმაზე რომ უნდა გაბრაზო. არა, ნუ ბევრი სხვა არსებობს, რომელიც საცემია, ხო? ეს არ არის საცემი, მე ვიტყოდი რომ პროსტა ჩლიან. ხო, პროსტა ჩლიან. და ბოლოს საბაბუაძე. საბაბუაძე. ბაბუაძე.
იქამდე სანამ ეს პოლიტიკური ალტერნატივა არ ჩამოყალიბდება, ვერანაირი გარე ზომები, ვერც სანქცია, ვერც ხმამაღალი პარტნიორების ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორი წნეხიც არ უნდა იყოს გარედან, როგორც არ უნდა ეხმარებოდეს ქართულ ხალხს მისი დასავლელი პარტნიორები, თავარი გასაკეთებელი არის ქართული ხალხის და ქართული ხალხი ამას ვერ გააკეთებს თუ არ იქნება მწყობრი დამაჯერებელი პოლიტიკური ალტერნატივა, რომლის შექმნის პასუხისმგებლობა გავაჩერეთ ახლა მეგობრებო. გარე ფაქტორები, რომელიც მკვეთრად შეიცვალა ნებისმიერ ქვეყნის მოსახლეობას, აიძულებსო ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე ხდება, რომ კონცენტრაცია ხდება ხელისუფლების გარშემო. როგორც მოხდა სოფლიოში კოვიდის დროს, როცა ყველა ქვეყნის მოსახლეობა კონცენტრირდა მთავრობის გარშემო. ესეა ფაქტი. ახლა ჩვენ ხელისუფლებას ეკუთვნის, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მის შიდა გაკეთებულ საქმეებს, კონცენტრირდნენ, შედუღაბდნენ ხელისუფლების გარშემო. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ყოველთვის ქადაგებდა, წარმატებულად ქადაგებდა და იხსოდა, მუშაობდა, აკეთებდა კონკრეტულ საქმეს მშვიდობის შენარჩუნებისათვის. ამიტომ ეხლა როდესაც ისეთ ცეცხლი, რომელიც კიდევ აგიზგიზდება უფრო, ჩვენ უყურებთ ახლა მინერალურებს ბენზინის და ნავთობის ფასის დას ევროპაში რაც ხდება იმას და ასე შემდეგ. უკრაინა უნგრეთის ოღონდ პრაქტიკულად ცივიომია ჯერ, მაგრამ ნუ ერთმანეთს ეს უკრაინის პრეზიდენტი დაემუქრა ორბანს მოკლა. საგარეო საქმის ღია თქვა, რომ ეს ფულიო იმისთვის მიქონდა თუ უკრაინაშიო ეს არალეგალურ შავი ფულიო. აქ დარჩენილი ხო ცოტა. არჩევნები რო აერიათ. ხო, ჩვენი რაც მოდის ხო ახლა. 12 აპრილს არ ვიცი. მოკლედ ესია რა და სიტუაცია ადრეც კარგად იყო ამ ხრივ და ეხლა საერთოდ დაკარგეს ელექტორალური ან ხარდაჭერა აი ამ იმიტომ რომ არ აქვს კიდევ ერთხელ თავა რეგისტრაციის საკითხი არა გულის საკითხი მშვიდობა ისინი არიან ომის ბანაკიდან მართლა ოღონდ ეს თან ჩვენ ამას ვამბობ ისინი ამბობენ ეს არის ყალბი იარლიკი მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მოერგონ ამას თვითონ აქვს ნათქვამი ახლა პირდაპირ რომ სირცხვილი დაწვას ბომბების არა ეხლაც იგივეს აგრძელებენ რა თქმა უნდა კი ბატონო რა ვიცი მეგობრებო მშვიდობიან კვირას გისურვებთ დაიწყო ეს კვირა ჩვენ არ მოგშორდებით გვერდიდან და ყველაფერი კარგად იქნება მადლობა ყურადღებისთვის ხვალამდე